ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუცია შეიცავს. დოკუმენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. რეზოლუციის თანახმად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები. ქართული ოცნების დელეგაციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. კენჭისყრის წინ საქართველოს დელეგაციის სახელით განცხადება ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა. And I would like to make a following statement on behalf of the Georgian delegation. სურს კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით პროცედურული შენიშვნა გავაკეთო და საქართველოს დელეგაციის სახელით შემდეგი განცხადება წარმოადგინო. იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს როგორც საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების, ისე მოსკოვის მექანიზმის ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი დელეგაცია პროტესტის ნიშნად კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს სწორედ ჰააგაში, საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. მინდა ვთხოვოს სამდივნოს ჩვენი პოზიცია სათანადოდ ასახოს ასამბლეის ხდომის ოქმში. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერეს ჟუან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან მისი თქმით დემოკრატია უპირველეს ყოვლისა კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა. როგორც მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაშიც კი ცარიელი ადგილების დატოვება კარგი გადაწყვეტილება არ იყო. თქვენ აქ ზუსტად იგივე საკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია უპირველეს ყოვლისა კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა. სანამ დელეგაციის წევრები დარბაზს დატოვებდნენ, მანამდე მათ კიდევ ერთხელ სცადეს ასამბლეის დარწმუნება, რომ რეზოლუციიდან კონკრეტული მუხლები ამოიღოთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან მახაშვილი ამტკიცებდა, რომ რეზოლუციის მიღმა პოლიტიკური ინტერესები დგას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყალბ აღქმებს ქმნის. მან ასამბლეა ოდირის ანგარიშის გაყალბებაში დაადანაშაულა. Moscow mechanism report did not conclude anything other than pointing to allegations. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს არაფერი დაუდგენია გარდა ბრალდებებზე მითითებისა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ამ ბრალდებების დადასტურებულ ფაქტად წარმოჩენას აპირებს. საქართველოში სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ როგორც მოძალადე დემონსტრანტები, ისე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა აპირებს იმის მტკიცებას, რომ თურმე მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა დაწვეს პარლამენტი, თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს და დააზიანეს ასობით პოლიციელი. ასეთი გადამეტებული პოლიტიზება ეუთოს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად აქცევს შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშის სწორების ინსტრუმენტად. ორმაგის სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს. პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს. რეზოლუციის სახელწოდება საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ეგრეთ წოდებული კარუსელებისა და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელი შეშლის შესახებ ცნობებით. ასამბლეა ასევე გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომლებიც რეზოლუციის თანახმად მკვეთრად ზღუდავენ გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს. დოკუმენტის თანახმად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების სისტემური გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, რაც არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესების მიმართ და ქმნის დე-ფაქტო ერთპარტიულ მმართველობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრა და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გადახვევა საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საარჩევნო შედეგის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებათა დამცველთა ჯგუფების მიერ. გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს. დაიწყოს ყოვლის მომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024-2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობის შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს. დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად ვენეციის კომისიასთან და ეუთოდირთან კონსულტაციებით. უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ ანგარიშსწორების შიშის გარეშე იმუშაონ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას დღეს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარ განზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს. ხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობის და თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, დღეს იქცნენ ყალბი ნარატივების შეთხუზის და გავრცელების, იქცნენ კონფლიქტების გაღვივების და ქვეყანაზე ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორები. ამიტომ არის ვფიქრობ, რომ დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვის და პოლიტიკური შურისძიებისთვის. თემაზე დღეს კომენტარები გაკეთდა ოპოზიციაშიც. მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ქართულ მოცნებამ რეკომენდაციები შეასრულოს და საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წარმომადგენელი გახდეს, ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს. მათი განცხადებით, ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ნაკის ვალდებულებებს ვერ ასრულებს და თუ ვინმე ამ რეზოლუციას არ ეთანხმება, მას სავარაუდოდ საქართველოს დემოკრატიასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან აქვს პრობლემა. ქოცები კიდევ ერთხელ გაიქცნენ. ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, ისე როგორც გასულ წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან და იქამდე ევროპარლამენტის დარბაზიდან. ქოცი გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე, სადაც არის თავისუფალი კონკურენცია, სადაც არ ჭრის ქოცური ხრიგები, სადაც არ მუშაობს დარე ქოცური ვირეშმაკობა. ქოცი მირბის ყველა იმ სივრცეში, სადაც არის დიქტატურა, კორუფცია, უკანონობა და ძალმომრეობა. ნიშანდობლივია, რომ დღეს ოცნების რეჟიმმა უარი განაცხადა სწორედ ჰააგის დეკლარაციაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ქოც აშინებს ყველაფერს ჰააგას უკავშირდება. რადგან ქოცმა ძალიან კარგად იცის, რომ მისი დასასრული მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სწორედ ამ ქალაქის სახელგანთქმულ ტრიბუნალთან. შესაძლოა ქოცი დღეს კუდამოძებული გამოქცეულიყო ჰააგის საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, მაგრამ ის ნამდვილად ვერ გაექცევა ჰააგის ტრიბუნალს. დღეს სრულიად ცივილიზებული სამყარო არის ერთ აზრზე კუთხეში მიმწყდროულ ქოცურ რეჟიმთან მიმართებით. მთავარი საკითხი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და ადამიანის უფლებები. აი რომელ ნაწილს მითხარით ვინმე თუ არ ეთანხმება. ან რომელი ნაწილი იყო უსამართლო საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს რეზოლუციები არის და ემსახურება სწორედ იმას, რომ საქართველოს მხარემ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ისე საქართველოს მოქალაქეებს. ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებს, როდესაც ეუბნებიან, რომ არ შეიძლება ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა, არ შეიძლება ადამიანების ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე ციხეში გაშვება და არ შეიძლება ადამიანების ბიუჯეტი და ფულის მოპარვა. მათ ეს წყინით, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ თავისუფლად მოიპარონ ფულიც, თავისუფლად იძალადონ მოქალაქეებზეც და თავისუფლად დაარღვიონ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობაც. მიღებული რეზოლუციის თანახმად ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდოს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.